მოგესალმებით მეგობრებო, Lexus-ი ყავს, მოკლედ, წინიდან ქონდა დაზიანება, ბიჭებაგიო. კაპოტი შეიცვალა ამაზე, ქვემოდან იყო დარტყმა მიღებული, რომელიც ფაქტიურად მანამდე არ იყო წესურად გაკეთებული, როგორც ხედავთ, უკანაა წამოწეული პანელი, აქეთ გასაჭიმი იყო, ბიჭებო, მაქსიმალურად მოწიეს, იმიტომ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ფაქტობრივად ყველაფერი დაშლილი იყო, რომ ეს ქვედა პანელი აქეთკენ მოეწიათ, აი როგორც ხედავთ. დაჯმუჭულს, ანუ ნაკეთები ზედა დატოვებული, ლიჟბი აწყობილი, ან ესე ვიტყვი, უხეშად. ნაწილები უბრალოდ შორიდანაა ნასროლი ზედ რა, აი განახევთ, ანუ რაზე ვგულისხმობ, ან როგორც ხედავთ, აქ ყველაფერი თავის ადგილას ზის, არანაირი ძრვა არა აქვს. აქეთა მხარეს როგორც ხედავთ, აი ნახე როგორ დაჭმუჭნულია, ანუ ასე ვთქვათ, ნაკეცი აქვს, აი ქვედა მხრიდანაც აი ესე თავის ძველი საფეხური აქვს დატოვებული, რის გამოც აი ბოლომდე არ წდება, როგორც ხედავთ, აი ხელა ზაზორი აქვს. პატარა ესეთი მილიმეტრი უკვე აქედან სხვაობა, აქ მილიმეტრზე არა ლაპარაკი. eur მილიმეტრზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ აქ ხო ფაქტიურად თითი ჩადის. და ეს იყო ქვემოდკენ იქიდან გამომდინარე ზაზორი არაფერი არ იჯდა, ბიჭებმა შესთავაზეს, ფლობელმა თქვა რომ მაქსიმალურად დაждდეს, იმიტომ რომ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ფაქტიურად ზედაპირულად კაპოტი შევცვალეთ ამაზე. ვაზაზორეთ და გადმოვიდა ჩემთან. ეხლა რა ხდება შეღებაზე კიდე. ჟეშტის თემა ხო ბოდიში და დაჯმულია. რაც შეეხება მალიარკაზე, კავშირი გაკეთებული აქ ეთქვა ქვემოდან რაღაცა აქვს დაკლებული. როგორც ვადებ, მოკლედ შკურკას აი ესე იზილება, ანუ ლაკითა აქვს დაშტამპილი, ასე ვიტყვი, რომელიც ქვედაფენა არის ჯერ კიდევ ნედლი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ერთი წელი გავუვიდეს, შეიძლება 6 თვე გავუვიდეს ქვედან მხარე თუ ნედლია. ნედლი ყოველთვის რჩება რაღაც აქ დაკლებული რა, ან კატალიზატორი, ან დანარდაცა და გაშრვა ბოლომდე. იქიდან გამომდინარე, უბრალოდ აი ეს პრობლემა აი ესე იზილება პლასტილინივით. ვიღაცამ დაბრეცილ თითამ თუ დაბრეცილ ხელებამ გააკეთა, სულ არ მაინტერესებს ვინ გააკეთა. ძალიან ცუდადაა გაკეთებული. აი ესე განახებთ, აი მოკლედ უყურეთ რა მდგომარეობაშია. ეს რო სველი იყო, ეთყობა დასკოჩილი ქონდა ქვემოდან, ინდონეზე ქონდა დასკოჩილი, რომ მოკლედ აი ესე მდგომარეობა აქვს რა. მოკლედ შიტოკმაც გამაწვალა, შიტოკზეც ანალოგიურად იზილებოდა, ძალიან საშინად ძრის დავსვი, მოკლედ ძრის გავასვთავე. და როგორც ხედავთ, კაიუანის ბამპერზე აქვს დასხმული მხოლოდ და მხოლოდ რაღაც საღებავი არაძვა, წეებოდა, მე საღებავი და ლაკი, დაჟე დაგრუნტულიც არა აქვს, იქიდან გამომდინარე ტალღები ქონდა და ფორმები ქონდა დაკარგული. რო გახედავდი, ნაგლად ემჩნეოდა, ტაივანის ბამპერი იყო, შორიდან ნასროლი და მიყენებული იყო. მოკლედ ახლა ამას მაქსიმალურად ჩვენ შკურკით დავსვავთ, სადაც შეიძლება, სადაც მაქსიმალურად დაждდება, სადაც არ დაждდება, რა თქმა უნდა, დავშპაკლავთ, ფორმებში ჩავსვავთ ამ ბამპერსსაც და აი ამ კრილოებზე კიდე, რავი, ან გავაცლივ, ნახო როგორ მომყვება, იქიდან გამომდინარე, რომ გადასვლაზე მე მგონი ფიქრობენ, ამდენათაც ვიცი. წესით სწორედ რო გაკეთდეს და სამომავლოდ პრობლემა რო არ ქონდეს. აი ეს დასხმული რაც არის, როგორც არის შეღებილი, სასურველია რომ ეს გასუფთავდეს. რომ შეღების დროს ღუმელში პრობლემა არ ქონდეს, ან არ წამოგვიწიოს, ან მოჭიმოს, ან არ დაიჭრას, რაც არ უყვარს ამ ხელობას, რომ მალიარკას აი ეს ქიმიის თემით, რომ ერე პრობლემა აქვს. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა აქვს ამ კაპოტსაც, რაც შეეხება, როგორც ყოველთვის აი ამ შტამპობის ადგილებზე აქვს დაბრეცილი. აი ესე ფორმები დაკარგული, მოკლედ ესეც ანალოგიურად გასუფთავდება, მაქსიმალურად გავასწორებ ამ კაპოტსაც. აი ეს ფორმებს მაქსიმალურად დავსვავ და საბოლოო შედეგს გადავიღებ, განახებთ, რას მივიღებთ, რააც გადავწყვეტ ახლა როგორ გაკეთდება, როგორ მივყვებით ამ სულ ყველაფერს, იმიტომ აქ საღებავი იზილება, არ მაქვს იმის საშუალებას, რომ უბრალოდ გავშკულყო და დავსვა რა. ეტაპობრივ კიდე გადავიღებ, განახებთ, მოკლედ ნელ-ნელა წინ როგორ წავიწევით რა. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ჩვენი Lexus-ი. აი ესეთი გამოვიდა, ეს მისი ბამპერი. ეტაპი ვეღარ გადავიღე იმ დაგრუნტის შეყვანის შეფუთვის, ცოტა ვჩქარობდით იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მანქანაც ყავს ფაქტიურად რიგში ყველას ჩქარება. აი ესე გამოგივიდა თავის გადასვლებით. მოკლედ აქაც სტოიკაზე წავიდით, აგროს ხაობა არ მოეცა კრილოსთან. კრილოების ჩამოვკიდეთ, აი ეს ღარებიც ამოგვეღება. რომ არ დაგვეტოვა არაფერი, კაპოტსაც რაც შეეხება ქვემოდანაც ამოღებილი გვაქვს. რაც შეეხება მეორე მხარეს ანალოგიურადაც აი ესე გაკეთდა, აქაც ანალოგიური გადასვლა, აქაც ანალოგიური მოტეხვა, აი აქედან მოტეხეთ აქ.
მოკლედ აი ეს მანქანა დავასრულეთ, აიწყობა, შევეცდები აწყობილიც გადავიღო, სრული ვიდეო ჩავაგდო. ნახოთ როგორც გამომივა, დროს თუ მომნახავ, გადავიღებ, ერთიანად შევკრავ, ჩავაგდებ და გავაზიარებ მოკლედ რა. აი ესე, მოკლედ დავამთავრეთ ჩვენი Lexus-ი რა. დარჩა ლაშასი და Kia სასაწყობი და საზღვარი. ეს ზუსტად ის მანქანა, რომელიც სერვისში რო იყო, რომ ამას რო გასწორებული დაარქვეს და ისე უკან გამოატანეს, აი ეს ნეკეცი რო არია ეს. აი ესე, ნუ მოკლედ აი აქ. ამას ქვია ზაზორი. ნუ ხდება ხოლმე, რავი, მოკლედ რა. აი ესე, მოკლედ დავასრულეთ ეს მანქანა. დეტალობრივად შევეცდები კიდე გადავიღო აწყობილ მდგომარეობაში და დეტალურად კიდე გადავიღებ და ჩავაგდებ განახეთ მოკლედ. ნუ ნახავთ შევეცდები ყოველ შემთხვევაში. მოკლედ მეგობრებო, შევღებეთ, გადმოდის ახლა ასაწყობად, აი ესეთი გამოვიდა. აი თავის გემრიელი გადასვლებით, იდეალურად დაჯდა ყველაფერი. ჩვენი გიო ხოძეა, ემზადება, მოკლედ ადგილს უჩენს რომ მიაგდეს და ააწყოს. აი ესეთი გამოვიდა იდეალური. აი ესეთი შევაფასოთ. ახლა ადგილს მოხოდავს, გადმოიტანს და ნაჩენს ყველაფერს ააწყობს. და მოკლედ ეს კიდე გემრიელი Lexus-ი ივლის ჩვენ თბილისის გზებზე. მოკლედ აი ესე მეგობრებო. ლაშამაც ბევრი იწვალა იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს დარღვევარაც განახეთ კიდევ ერთხელ, რასაც ხედავთ ბრიჭო რო აქვს. ფაქტიურად ცხვირი გამოსაჭიმი აქეთკენ და ძალიან რთულია როცა ცხვირი გამოსაჭიმია რომ ყველაფერი თავის ზაზურებში და თავის კანტებში და თავის ბრიჭოებში დადგეს რა. აი პრობლემა აქვს ერთადერთი რომელიც უკვე ფინანსურებს ეხება და უბრალოდ მე პარალელურად თავი შეიკავა, მოკლედ ეს დავტოვეთ ესე და დანარჩენი მივარგეთ, დავაზაზორეთ მაქსიმალურად, რომ დამჯდარი იყო ყველაფერი იდეალურად. მოკლედ ხა გადავა სპორტის ბოქსში აიწყობა. რამდენად შევძლებთ თავში დეტალებს გადაღებას, აი ეს უკვე გადავხედავ და გეტყვით. მოკლედ აი ესე მეგობრებო. გიო რას იტყვი როდესაც წყობ გიო? გაშრობას დავალებებით და დავიწყოთ. გაშრობას დავალებებით და დავიწყოთ მოკლედ ამის საწყობას რა. უმალში კი გავოშრეთ, მაგრამ ლაკი მაინც რბილია. მოკლედ აი ესე მეგობრებო რა. კი ბატონო მეგობრებო, ეს ის Lexus-ია, რომელიც იყო დაზიანებული, მოკლედ აი ესე შევღებეთ, ბიჭებმა აწყეს. ლაშამ და გიომ იწვალეს, იქიდან გამომდინარე გახსოვთ აქ როგორი სხვაობა ჰქონდა ზაზორისთან დაკავშირებით, შიდა პანელი მაქსიმალურად დასვეს, ძალიან ძნელია, როცა ბალკარი იქიდან ყოველთვის სხვაობები იძლევა, მაქსიმალურად დასვეს ბიჭებმა ესე იდეალურად. მიუხედავად იმის, რომ კიდე გასაჭიმი იყო პანელის და თვითონ ბალკაც, აი ესე იდეალურად დასვეს. ეს იდეალურად გამოვიდა მეგობრებო. მოკლედ ელოდება ფლობელს და გავა ის მანქანას აქედან.